გამარჯობა. გადაცემა ექიმის საათი და მისი წამყვანი ხათუნა გაგნიძე მოგესალმებით. ჩვენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას ძალიან აქტუალური თემით სწორი კვება. კვება საკვების მიღებასთან დაკავშირებულ ქცევათა კომპლექსია. იგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. იქნება ეს მატერიალური თუ ინდივიდუალურ ბიოლოგიური. კომპლექსის შემადგენელი თითოეული რგოლი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, მაგრამ ქცევის აქტი ყოველთვის რჩება უცვლელი. იგი ემსახურება ორგანიზმის არსებობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მას ჰედონისტური სიამოვნების მოტანის დატვირთვაც აქვს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს უკანასკნელი, ვინაიდან კვებითი დარღვევები თავის ფსიქოგენეზის გამო უმძიმე შედეგებს იწვევენ ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ხშირად მათ ლეტალური გამოსავალი აქვთ. ადამიანი კონტაქტს ადაპტირებულ გარე სამყაროსთან სუნთქვასთან ერთად კვებითაც ამყარებს და გასაკვირი არ არის, რომ არაადეკვატური კვება და კვებითი დარღვევები მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამ თემაზე საუბრობს ექიმის საათი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი ინტერაქტივის შეკითხვაზე. რამდენად სწორად იკვებებით? თუ თვლით, რომ სწორად იკვებებით, აკრიფეთ 253 43 01, ხოლო თუ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევთ, 253 43 02. ჩვენი გადაცემის სტუმრები, ექიმი დიეტოლოგი ნატა გაგუა, მოგესალმებით და ფსიქიატრი შორენა ბექაური. დიდი მადლობა ქალბატონებო მობრძანებისთვის. სიმსუქნე, ეს არის დაავადება თუ ეს არის მხოლოდ დისკომფორტი, ვიზუალურიც და ვთქვათ, შეიძლება იგივე წონა ზედმეტი როც არის ადამიანს მოძრაობაც კი უჭირს ზედმეტი. ეს მხოლოდ დისკომფორტია თუ არის დაავადება? სიმსუქნე არის დაავადება და თან ქრონიკული დაავადება, რომელიც ყველაზე მარტივად რო გავსაზღვროთ, ეს არის ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე ორგანიზმში და არის პროგრესირებადი სამწუხაროდ ხშირად იწვევს ძალიან ბევრ ქრონიკული დაავადებების პროვოცირებას და არის ხარისხების მიხედვით. ჩვენ გვაქვს მომზადებული წინასწარ, ჩვენ დაფაზე და შეგვიძლია ვაჩვენოთ უფრო ფართოდ მაყურებელს. ქალბატონი ნატა აგვიხსნის რას ნიშნავს ეს ჩვენი სხეულის მასის ინდექსი, როგორ გამოვთვალოთ და სწორედ ეს სიმსუქნე. აგვიხსენეთ ამ დაფის მიხედვით. აი სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება დასულ ადამიანებში მხოლოდ მუშაობს ეს ფორმულა. წონა კილოგრამებში გაყოფილი სიმაღლის სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატზე. და აქ არის გრადაცია, ესე იგი 18.5-მდე თუ არის და უფრო ნაკლები, ეს არის სხეულის წონის დეფიციტი, ანუ მცირე წონასაც ეძახიან. 18.5-დან 24.9-მდე ითვლება ნორმალური წონა, 25-დან 29-მდე უკვე ჭარბი წონა და ჭარბ წონაზე მინდა ხაზი გაუშვა, იმიტომ რომ ჭარბი წონა ხშირად არის სიმსუქნის წინა პერიოდი, თუ ქსოვილი ცხიმოვანი ჭარბობს ორგანიზმში, მაგრამ აი სპორტსმენებს და იმათ, ვისაც კარგად აქვთ განვითარებული ძვლოვანი სისტემა და კუნთოვანი ქსოვილი, მაშინ ეს შეიძლება ჩაითვალოს ნორმათაც. ანუ აქ ყოველთვის არ მუშაობს აი ეს. ანუ ჭარბი წონა თუ არის საუბარი სპორტსმენებზე, ვისაც კუნთოვანი მასა უფრო მეტია. კუნთოვანი მასა აქვს ძალიან კარგად განვითარებული, შეიძლება აი სიმსუქნეთ არ ჩაითვალოს 30 მასა, ხო? 29.9. სიმსუქნე უკვე 30-დან და ზემოთ. პირველი ხარისხი არის 34.9-მდე, მეორე ხარისხი 35-დან 39.9-მდე და უკვე მესამე ხარისხი არის 40-დან ზემოთ. ნუ ეს უკვე ალბათ ძალიან მართლა ისეთი დაავადება. ამას მორბიდულსაც ეძახიან. მორბიდული სიმსუქნე, როდესაც მხოლოდ ქირურგიული ჩარევა შველის, მე მგონი კომპლექსურად ყველაფერთან ერთად, ხო? სანამ ქალბატონ შორენას ვკითხავდე, უკვე როგორც ფსიქიატრს, მანამდე ჩვენ მაყურებელს უთმობ ეთერს, გისმენთ. გამარჯობა, ქალბატონ ნატასთან მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება. ვარ 22 წლის ქალბატონო ნატა და რამდენიმე თვეა გავხდი ვეგეტარიანელი. არის თუ არა საშიში ორგანიზმისთვის? რამდენიმე თვე თუ დღე ვერ გავიგე? თვე არის ქალბატონო. თვე გახდით ვეგეტარიანელი და არის თუ არა საშიში? მადლობთ შეკითხვისთვის. 22 წლის ვარ. დიახ. 22 წლის, ესე იგი უკვე დასულია და ვეგეტარიანელობა საერთოდ არის მკაცრი ვეგეტარიანელობა, არის კიდე ოვო ლაქტო, ანუ რომელებიც მიითმევენ
გზის ნაწარმს და კვერცხს. ამიტომ ამ შემთხვევაში ვერ მოვასწარი ახლა შეკითხვის დასმა თუ ლაქტოვეგეტარიანელია და მისი რაციონი მდიდარია გზის პროდუქტებით და კვერცხით და ასაკიც ისეთი აქვს უკვე, მაშინ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ რაციონში უნდა იყოს მრავალფეროვნება, ბევრი ხილი, ბევრი ბოსტნეული და დაბალანსებული პარკოსნები, რომელიც ცვლიან ამინომჟავებს, იმის რის გამოთაც ჩვენ საერთოდ ცხოველურ ცილებს ვღებულობთ. აი ეს 8 ამინომჟავაა, რომელიც ვეგეტარიანელებს არ მიეწოდება სამწუხაროდ და ის უნდა დააბალანსოს საკვებით. საერთოდ აი ვეგეტარიანობაზე საკმაოდ ადვილია, ვთქვათ, იგივე გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში რომ ესეთი კვებით იკვებო, მაგრამ ხო, სეზონურად აი ზამთარში რამდენად ან რაღაცა და მინერალები უნდა დაამატონ, რაღაც საკვები დანამატები, რა უნდა ურჩიოთ? ფილოსოფია, როგორც ასეთი ვეგეტარიანობა, ისინი სეზონურად არა, მთელი წელი ვარს ამბობენ და სამუდამოდ ვარს ამბობენ ზოგიერთი. ამიტომ აუცილებელია, რომ მათი საკვები იყოს დაბალანსებული და არ შეიძლება საფუარი შემცველი პროდუქტების ბევრი მოხმარება, რომელიც ხელს უშლის იმ მიკროელემენტების შეწოვას, რომელიც ისედაც ცოტაა მცენარეულ პროდუქტებში. გასაგებია და ქალბატონო შორენა, თქვენი გადმოსახედიდან რა როლს თამაშობს ფსიქოლოგიური ფაქტორები ჭარბწონაზე როცა ვსაუბრობთ და სიმსუქნეზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭარბწონის განვითარებაში, გარდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოების დაავადებებისა, დიდი წელი მოდის ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც. კერძოდ აქ სტრესული სიტუაციები ხშირად ქმნის მადის მომატების ტენდენციას. რასაც ფაქტიურად ვერ ავწდებით, იმიტომ რომ დღევანდელი ცხოვრების რეჟიმი ისეთია, რომ თითქმის სულ გვიწევს ამ სტრესთან შეჯახება. არის აი ზოგჯერ განსაკუთრებული სტრესები, რაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სტრესები, როგორც არის ახლობლის დაკარგვა, რაღაც უბედური შემთხვევა და ასე შემდეგ, ასეთი სიტუაციები კი არის, ასეთი სიტუაციების შემდეგ ხშირად მადის მომატება. მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ ქრონიკული სტრესები, რომელიც თავისი სიძლიერით შეიძლება არ იყოს დიდი, მაგრამ ეს ქრონიკულად ადამიანს უქმნის დისკომფორტს, შინაგან ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ხშირ შემთხვევაში ესეც იწვევს მადის მომატებას, რასაც ზოგჯერ მივყავართ სიმსუქნები. ანუ ეს არის ეს ნევროზული ბულიმია, ესე შეგვიძლია თუ ეს კიდევ სხვა რამეა? კიდევ სხვა რამეა, ნევროზული ბულიმია და ნევროზული ანორექსია. ესენი არის უკვე დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები და რაც შეეხება ფსიქოლოგიური პრობლემებით განვითარებულ სიმსუქნეს, აგერ შეიძლება არ იყოს ფსიქიკური დაავადება, განიხილებოდეს მხოლოდ როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ნევროზული სიმპტომებიც მოგვცეს, დეპრესიული სიმპტომებიც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე სიმსუქნის განვითარება თავისთავად ამძიმებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ჩაკეტილი წრესავით არის რა? დიახ, მანკიერი წრესავით. სიმსუქნით დავიწყე, უკვე ნერვიულობ ამ სიმსუქნეზე, სტრესი ემატება. როგორ უნდა გამოვძვრეთ აქ? როგორ უნდა გამოვძვრეთ? ნუ გამოსავალი არის, რასაკვირველია ეს ფსიქოთერაპია, დიეტა, რასაკვირველია სიმსუქნის დროს დიეტა ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ მარტო დიეტა არ არის ხოლმე საკმარისი, ფსიქოთერაპიას დიდი როლი ენიჭება. ამ დროს და ზოგჯერ გამოიყენება მედიკამენტებიც, მით უმეტეს, როცა ეს ფსიქოლოგიური პრობლემები ისეთი ხარისხისაა, რომ ნევროზულ რეგისტრს აღწევს, ან დეპრესიულ სიმპტომებს გვაძლევს. არის ასეთი ტერმინიც დიეტის დეპრესია, ასე ეძახიან, რაც უკვე თვითონ დიეტასთან დაკავშირებული, ანუ როდესაც ეს სიმსუქნე ქმნის მოტივაციას ზოგჯერ ადამიანმა დაიცვას დიეტა, მაგრამ დიეტა თვითონ იწვევს ზოგჯერ შფოთვას, გაღიზიანებას ადამიანში, ზოგჯერ ეს არის მსუბუქი ხარისხის და ნევროზული რეგისტრის, მაგრამ ზოგჯერ მძიმე დეპრესიულ სიმპტომებსაც იწვევს და ამას ეძახიან დიეტის დეპრესიას. ეს ალბათ ეცით მართლა ესეთი კავშირშია, იმიტომ რომ ქალბატონო და დამეთანხმებით ხა ადამიანს, რომელსაც უყვარს ხორცი, აი ხორცით იღებს რაღაცა გარკვეულ ენერგიას, რომ მე ის ენერგია დახარჯოს. ამ დროს იმ ხორცს ვერ იღებს სიტყვაზე, ნუ ხა ამ შემთხვევაში ხორცი მაქვს აღებული, თორე შეიძლება სხვისთვის პური იყოს იგივე რაღაც ძალიან დიდი ენერგიის მიმცემი. ამ ყველაფერს ვერ
იღებს, არის უფრო ნერვიული, უფრო გაღიზიანებული. მე შემხვედრია ძალიან ხშირად ესეთი ადამიანები, რომლებიც იცავენ გარკვეული ტიპის დიეტას, გახდომის მიზნით და მე ხდებიან გაღიზიანებულები და რაღაცა მართლა ერთი პერიოდი მით უმეტეს და დღესაც საკმაოდ მოდაში თუ მოდური დიეტები და ხან ვისი და ხან ესეთი და ხან ისეთი და თითქოს მართლა რაღაცა იმისავით რომ ყველა მეორე გოგოს მით უმეტეს რო კითხვა, ყველა დიეტაზეა. აი, ამიტომ არის სწორედ საჭირო ინდივიდუალური მიდგომა, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია ეს ფსიქოლოგიური მოთხოვნებიც, რომელიც ადამიანს აქვს, მისი ცხოვრების სტილი, რა უპირატესობებს ანიჭებს საკვებს, აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ზოგს უყვარს ხორცი და ძის პროდუქტები, ზოგი ხილის და ბოსტნეულის გარეშე უკვე განიცდის დისკომფორტს. ამიტომ საჭირო ჯერ გავიგოთ რა მდგომარეობაშია საერთოდ როგორ ცხოვრობ და როგორ გაატარა ბავშვობა, როგორ იკვებება, ანუ ბავშვობიდან ვიწყებთ ბავშვობიდან, ანუ ჩვევები რა ჩამოუყალიბდა და მე თუ არის ეგრეთ წოდებული მავნე ჩვევა, იმის აი თანდათან აღმოფხრა მიმდინარეობს ერთი კატეგორიულად აკრძალვა იმ პროდუქტების, რომელიც უყვარს ადამიანს, არ არის კარგი, არ თავდება კარგად. ალბათ კარგი არ არის, როგორც ფსიქიატრი თქვენც ამას იტყვით, ხო, ქალბატონ შორენა. რაღაცა ერთად უნდა იმუშაოს ამ შემთხვევაში დიეტოლოგმაც და თქვენც, ხო? რაც შედეგია. ტანდემში მუშაობენ. ყველაზე უფრო კარგია, როდესაც რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არ არის სწორად ან სწორი мотиваცია არ აქვს ადამიანს გარკვეული რატომ უნდა მაშინ აუცილებელია ფსიქოთერაპევტის. აი თქვენ ახსენეთ იგივე ბავშვობა, ხო? იმას როგორ ახსნით ეს თქვენი აზრიც მაინტერესებს და იგივე ქალბატონ შორენასთანაც. პატარა ბავშვებს, რომელსაც უკვე აქვს, ნუ მიდრეკილი, რასაც ჩვენ ესე ვამბობთ ხოლმე ხალხში, მიდრეკილია სიმსუქნისკენ, გენეტიკური ფონი თავისთავად იგულისხმება, იმ პატარას რო უყვარს სუსნაობა, რაღაცა ტკბილი ნახშირწყლები ცოტა ზედმეტი რაოდენობით და ამ დროს უშლის უფროსი. როგორი მიდგომა უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, რასაც უშლი, ბავშვმა შეიძლება ის მერე რაღაცა პრინციპით თუ რაღაცა თავისი სიჯიუტით პირიქით გააკეთოს და ჩუმად მოიპაროს პირიქით რაღაცა ღამის საათებში. ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა. როგორ უნდა მიუდგეს ამ შემთხვევაში მშობელი და არის თუ არა საერთოდ აი ესეთი ყურადღება გასამახვილებელი ეს ბავშვობიდანვე? რა თქმა უნდა, ბავშვობის ასაკში, ადრეულ ბავშვობიდანვე სწორი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში, ზრდასრულ ასაკში, კვების რეჟიმის თვალსაზრისით და სწორედაც წეღან რომ ახსენეთ ნერვული ბულიმია თუ ანორექსია, ამ დაავადებების განვითარებაშიც ზოგიერთი ავტორები ანიჭებენ გარკვეულ როლს აი სწორედ ბავშვობის დროინდელ ქცევის სტერეოტიპებს. ეს ფაქტორი რა თქმა უნდა არსებობს, როდესაც ბავშვს უშლიან, საერთოდ ადამიანს აქვს ეს თვისება, რასაც უშლიან ის უნდა და ბავშვი ეს მკვეთრად არის გამოხატული. კი. წინააღმდეგობის პროტესტის რეაქცია და გარდა პროტესტისა ბავშვს უნდა იმის მიღება, რაც უნდა. ამიტომ ნებისმიერი გზით ამას როგორ უნდა ესე ვქნათ, იმუშაოს მშობელმა, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე მაყურებელი გვყავს ეთერში, გისმენთ. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გადაცემისთვის და თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონო და თქვენ ალბათ ძალიან ჩახედული ხართ იგივე შელტონის ცხრილის თქვათ მონაცემებში და აგრეთვე აი პოლ ბრეგის სისტემაში. როგორც ესე იგი ცნობილია ჩვენთვის ცილების და ნახშირწყლების ერთდროულად მიღება თითქოს დაასაბუთებულია რომ არ შეიძლება. ამ დროს ეხლა ჩემი წინაპრები კონკრეტულად ბაბუა მაგალითად იმ დროიდან ლეჩკომისიაში მუშაობდა, ექიმი იყო და მშვენივრად აი ოჯახური დღეს რასაც ქვია, ანუ კარტოფილი და ხორცი და ის ერთდროულად დასდებოდა ერთი კერძის სახით. ძალიან გემრიელია თან. დიახ და აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ეს რამდენად დასაბუთებული, ანუ ცილების, თქვა ხორცის და კარტოფილის ერთდროულად არ მიღება, რამდენად დასაბუთებულია დღესდღეობით და თქვენი პირადი გამოცდილება აი ამ საქმეში თუ შეიძლება პროდუქტების ერთმანეთთან შეთავსება.
დიდი მადლობა. სხვათა შორის ეს კითხვა მე ძალიან ხშირად მაწუხებს ხოლმე, იმიტომ რომ რასაც სწორედ დიეტოლოგები ამბობენ და გვირჩევენ ყოველ შემთხვევაში, რომ აი ხორცი არა პურთან, არა კარტოფილთან, ზუსტად ის არის ერთად გემრიელი ამ დროს. ის ოჯახური, რასაც ვეძახით ხოლმე ხორცი, კარტოფილი და ასე შემდეგ. მოკლედ პასუხებ შელტონს და ბრეგს შეეხება. იცით რა, ეს არის სისტემები, რომლებიც არსებობენ და ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან მისაღებიც არის, იმიტომ რომ ერთხელ გადაწყვიტა, რომ იცხოვროს ამ სისტემით, მოირგო ეს და ასე აგრძელებს ცხოვრებას. რაც შეეხება თუ შელტონი და ბრეგი არის ეპიზოდი ჩვენ ცხოვრებაში, მაშინ მე მაგალითად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, არ არის ეს მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ბრეგის შემდეგ უცებ ეს მწვადი, ხალხი რაღაც ისეთი ძალიან დატვირთული და გემრიელი ქართული კერძები, ხშირად იმის მიზეზია. ანუ შელტონს აქვს ცილების და ცხიმები, то есть არ უნდა აუღიოთ. მოკლედ ვიტყვი, რომ შელტონი მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში, იმის შემდეგ საბედნიეროდ განვითარდა მედიცინა და ეს კაცრად ცილოვანი პროდუქტი, კაცრად ნახშირწყლოვანი პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს. ყველა პროდუქტში შედის რაღაც დოზით ცხიმებით, ცილებით და ნახშირწყლებით. ამიტომ ეს ცოტა ისეთი შეფარდებითი აქვს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნახშირწყალი და ხორცის ერთად მძიმე ნახშირწყალსაც ვეძახით, ანუ სახამებლით მდიდარი ნახშირწყლები, როგორიცაა კარტოფილი, ჭარხალი, აი ბარდა და ესეთი უკვე ექიმები აი 21 საუკუნის ახალგაზრდობას და იმის უგზავნათ რატო? იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი უკვე მე ნაკლებად იხარჯება, იმდენ ენერგიას აწვავს, რასაც წვავდა ჩვენი ბაბუები. ამიტომ არ არის მზად ასეთი მძიმე საკვების გადამუშავებისთვის და ხშირია კიდე დისბაქტერიოზი ან კუჭის წყლოვანი დაავადება, რომლისთვისაც სერიოზული აკრძალვა ასეთი ნაერთის. კი, მართალი ბრძანა ქალბატონმა, რომ წინაპრები ჭამდნენ ძალიან გემრიელად, ირგებდნენ, მაგრამ დრო მიდის და აი ეს ყველაფერი. მაგრამ მართალი ამ დროს საკვებიც სხვა ხარისხი იყო. ხარისხი სხვა არის. მოძრაობის რეჟიმი საერთოდ ცხოვრების სხვა იყო. ეკოლოგიაც სხვა იყო, ნერვული სისტემა და სტრესები ამდენი ბევრად უფრო დაცულები ვიყავით. ალბათ ეს ყველაფერი ჯამში ქმნის მერე იმას, რომ 21 საუკუნეში სულ საუბრობთ დიეტების, სწორი კვება, დიეტები. სამწუხაროდ ესეა და დაუბრუნდეთ ბავშვების თემას. ქალბატონ შორნა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში, რომ მოზრდილობიდანვე ჩამოუყალიბდეს პატარას სწორი კვების ქცევა, მანერა, აი ელემენტარული წესები, რომ ტელევიზორი ჩართული არ უნდა იყოს. ამ დროს ძალიან ძნელი ახლა ბავშვი როცა იკვებება, ტელევიზორი გამორთო. თუმცა ისევე მაყურებელი ყავს ჩვენ ეთერში, თუ შეიძლება გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. აი ძალიან მაინტერესებს ეგრეთ წოდებული ძალიან არის გავრცელებული ამ დიეტების დროს კატოს დიეტა, კატოს მიღება და მაინტერესებს რამდენად სწორი არის თუ არა დიეტების დროს პარალელურად კატოს მიღება და ან თუ არა და როგორ უნდა მივიღოთ სწორად მოგიწევთ კატოს მიღება. დიდი მადლობა. კატოს ვერ გავექცეოდით დღეს. ეს ისეთი თემა არის, რომ კატო აუცილებლად უნდა გაგვერნიხა. კი, აბა გითხარით, რამდენად სხვადასხვანაირი არსებობს, ყველაზე უფრო სტრუქტურულად უფრო რბილი, რო ვთქვათ ასე, არის შრის კატო და ეკოლოგიურად თუ სუფთა ეს კატო და ადამიანი პრაქტიკულად ჯამთელია. ყაბზობის დროს გამოიყენება, იმიტომ რომ ბალასტს შეიცავს, არის ყველაზე დიდი პლუსი, რაც არის ამ კატოში, ეს არის ბალასტი, რომელსაც არ შეიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, მაგრამ ხელს უწყობს, მოცულობა 25 გრამის და დაახლოებით 25 ჯერ იზრდება კუჭში. დაახლოებით ესეა. ეს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უფრო პერისტალტიკის გაზდას და იწვევს დაახლოებით შეიძლება ცოტა უხეში შედარება ვთქვათ, მაგრამ აი სენას ფურცლები იყო ერთი პერიოდი ძალიან ესეთი რომ ნაყინი, ანუ ფუნქციასაც ეძახიან, აი კუჭ-ნაწლავის ცოცხლს ძალიან უხეშად ვთქვათ ესე. მაგრამ ეხლა აქ ერთი მომენტია, რომ თუ ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავის სუსტი ან ეროზიული გასტრიტი ან წყლოვანი დაავადება, მაშინ არ შეიძლება. იმიტომ რომ ამან შეიძლება პროვოცირება მოახდინოს. მე არ ვიცი ხა რამდენად ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში ყავდა საკმაოდ, ну, როგორც ყველა სტუმარი, საკმაოდ ისეთი კარგი სპეციალისტი, რომელმაც ესეთი მოსაზრებაც კი გამოთქვა, რომ კატო მდიდარია, ძალიან მდიდარია თავისუფალი რადიკალებით და ზედმეტად, ანუ
რასაც გულისხმობს კატოს დიეტა, იმითი დატვირთვა ორგანიზმის პირიქით. არც კი შეიძლება და საშიშიც არის, იმიტომ რომ იწევს სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებების პროვოცირებას. აი ესეთი მოსაზრებაც კი იყო კატოსთან დაკავშირებით. ეკოლოგიურად სუფთა და ისეთი დოზირებაა, როგორიცაც ექიმები ნიშნავენ, ანუ ერთი სუფრის კოვზი ჭამის წინ 30 წუთით ადრე დღეში 3 ჯერ სითხესთან ერთად აუცილებლად. ოღონდ უნდა გაამახვილოთ ყოველთვის ყურადღება, რომ თუ დაბალია გემოგლობინი, ან რომელიმე მიკროელემენტის დეფიციტია, შეიძლება ამან გააღმაოს კიდე ამის დეფიციტი, იმიტომ რომ სითხესთან ერთად და წინებთან ერთად იწოვს ეს კატო ოდნავ ამ მიკროელემენტებს და გასაგებია, მაყურებელი ყავს ეთერში, გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დიახ, მოგესალმებით ყველას. ვარ 48 წლის, მაწუხებდა წონის პრობლემა, მქონდა ნერვული სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაში და კუჭნაძავით მაწუხებდა ძალიან. ის ბაქტერიოზი მქონდა და მივიღე Baobab Life და აბსოლუტურად დამირეგულია. წონის პრობლემაც მომიხსნა. ნერვული სისტემაც აბსოლუტურად დამირეგულირდა და კუჭნაძავით და კიდევ ბევრი პრობლემები მქონდა ციყვი და ბაზედოვის დაავადება, კოჭლობი საერთოდ ვერ დავდიოდი და აბსოლუტურად ყველაფერი პრობლემა დღეს არ ახსოვდა ჯანმრთელი. მქონდა წნევები. გასაგებია, ერთმა პრეპარატმა გიშველათ. აბსოლუტურად. და ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა შოკოლადზე, მაგანკალებს და ხედავთ. დიდი მადლობა. ესეთი თავისი მოსაზრება უფრო პრეპარატს მაინც ვერ დავასახელებთ, ალბათ ჩვენ არც არის მიზანშეწონილი. მეორე მაყურებელი პირდაპირ ეთერში გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. კარგით, გავაგრძელოთ. ანუ აქ საუბარია პრეპარატზე და ამ ქალბატონს კიდევ ჰქონდა ძალიან ბევრი ესეთი დაავადებების რაღაცა ნაკრები და იმიტომ შეიძლება თუ არა რომ რამე ერთი პრეპარატით ადამიანმა აი ხა ამ ქალბატონს სარგებელი მოუტანა. თუმცა არავინ იცის რა იქნება სხვა შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ერთი პრეპარატით რაც შემოსული იყო ჩვენ სააფთიაქო ბაზარში ვუნკურნალოთ და ვუთხრათ რომ აი ეს გიშველით გახდებით და მოგიხსნით ყველანაირ სხვა პრობლემას. ასე კაცად ერთი პრეპარატით ალბათ არა, მაგრამ რახან მოხდა ეს ფაქტი, ალბათ იმდენად დიდი იყო სურვილი და იმდენად დიდი იყო წმენა რომ ამან იმოქმედა და ესეთი ამბავი და კარგით, ქალბატონშორინა, თქვენ გინდათ რამის თქვა ამ შემთხვევაში, ფსიქიატრის როლი, თქვათ. არა, უბრალოდ რაღაც კომენტარს დავაკეთე, რაც ქალბატონმა ნატამ თქვა, ვეთანხმები და ვივარაუდე, რომ შესაძლებელია ამ დროს სიმსუქნის როლი იმდენად დიდი იყოს, ან სიმსუქნის თავისუფლად იწვევს ენდოკრინულ დარღვევებს და ნიუტრიენტულ დარღვევებს. თუ ეს პრეპარატი უშუალოდ სიმსუქნეზე მოქმედებს და წონას აკლებს, შესაძლებელია ამ მექანიზმით გაუმჯობეს და სხვა დანარჩენი დარღვევები რაც ხდება ორგანიზმში. და დაუბრუნდეთ მანამდე ჩვენ რაზეც საუბრობთ ქალბატონო შორენა, აი სწორედ აი ბავშვთან აღზრდა და თავიდანვე ჩამოუყალიბოთ სწორი ჯდომიდან დაწყებული, იმიტომ რომ ჩვენ დროს ამას ყურადღება ექცეოდა. დედა როგორც დაგვსვავდა ესეთი იმით, არანაირი იქ სხვაზე ყურადღების გაფანტო არ უნდა ყოფილიყო სხვა თემაზე, უნდა ჩავტეულიყავით განსაზღვრულ დროში და ასე შემდეგ. ანუ აღზრდას და ბავშვის კვებითი ქცევის, სწორი კვებითი ქცევის გამომუშავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, რომ ამაზე ალბათ კიდევ უფრო ბევრს ისაუბრებენ პედიატრები. თუმცა დღეს ბავშვს შენიშვნა მიცე შეიძლება დაგადანაშაულო უფლებათა დარღვევაში და ძალადობაში, რასაც ძალიან კრძალავენ, რა თქმა უნდა და არ შეიძლება ფსიქოლოგების ყუთ. მის პიროვნების ფორმირებაში, რა თქმა უნდა, სწორმიდგომებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება კვებას, საერთოდ ნებისმიერი ძალდატანება კვებაზე უარყოფით შედეგებს მოგცემს. ეს იქნება აკრძალვა საკვების მიღების თუ პირიქით ჭამის დაძალება, ასე უარყოფითია. და ჭამის დაძალება იწვევს ზოგჯერ პირველად ანორექსიას, ანუ უმადობას. ბავშვთან ფიზიოლოგიურ ანორექსიასაც ეძახიან, იდიოპათიურს, აუტოქტონურს, ასე და ამის განვითარებაში ძირითადად მნიშვნელობა ამას ენიჭება, აი ძალდატანებით კვებას, როდესაც ბავშვს აქვს უარყოფის რეაქცია, შეიძლება ან პირში გაიჩეროს საკვები, ეს პასიური თავდაცვა
და თუ მაინც გადააყლაპეს ძალით, ღებინების სახით გულისრევა, დიახ, აქტიური თავდაცვა. და ზოგიერთი ავტორები თვლიან, რომ სწორედ აი ეს ფიზიოლოგიური ანორექსია, ვისაც აქვს, ის ბავშვები არიან გარკვეულად რისკ ჯგუფის შემდგომში დაავადების ნერვული ანორექსიის ან ბულიმიის პირიქით, ხო, რომელიც თუ უფრო ანორექსია არის ამ შემთხვევაში, ხშირი თუ იცით რა არის იმდენად დაკავშირებული ერთმანეთთან, თითქოს სხვადასხვა დაავადებაა, მაგრამ ბევრი საერთო აქვს და ბულიმიაც ზოგჯერ განიხილება როგორც ანორექსიის, ქრონიკული ანორექსიის განვითარების ეტაპი. ასე რომ ერთმანეთთან მაინც კავშირში. გასაგები, მაყურებელი, პირდაპირ ეთერში გისმენთ. გამარჯობა. ქალბატონო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი რომელი უფრო სასურველია, დიეტის დაკლება თუ ვარჯიში? მადლობთ და აქვე მეორე მაყურებელი გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე ვარ 24 წლის და საკმაოდ გამხდარი ვარ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. ამასთანავე მაქვს შემთხვევები, როდესაც კვებას ვერ ვასწრებ და მაინტერესებს რა პროდუქტი შეიძლება მივიღო იმისთვის, რომ ტონაში ოდნავ მოვიმატო. მოიმატოთ. აი ზოგს რა აწუხებს, ზოგს რა აწუხებს. ნახევარი საქართველოს გადასულია იმაზე, რომ დაიკლოს, მაგრამ აი არიან იშვიათები, მაგრამ მაინც ისეთი, ვისაც მომატება უნდა. მოდით დავიწყოთ ჯერ პირველი კითხვით. რომელი უფრო ეფექტურია წონაში დასაკლებად, დიეტით რომ მივახციოთ შედეგს თუ ვარჯიშით? ეფექტურია, როცა კომპლექსურია მიდგომა. ანუ სწორკვებას პლუს ფიზიკური დატვირთვა, იმის გათვალისწინებით, როგორი ასაკი, ფიზიკური მომზადება, ანუ და დატვირთვის, რა თქმა უნდა, კომპლექსური, ანუ ორივეს ჩაყვა. ორივე ერთად. პირიქით, ცალ-ცალკე შეიძლება მავნებელიც იყოს, ეხლა ბევრი რომ ვჭამოთ იმის იმედით, რომ აი მე სამაგიეროდ ბევრს ვივარჯიშებ, ალბათ ერთადერთი შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, რომ როდესაც ხარისხი მაღალია სიმსუქნის, მაშინ ჯობია პირველად დიეტოთერაპიით დავიწყოთ. რამოდენიმე კილოგრამი შევამციროთ სხეულის მასა და მერე უკვე დოზირებულად გავხსნათ. ეს უკეთესია, რა თქმა უნდა. და მეორე ზარი გქონდა 24 წლის გოგონა, რომელიც ამბობს, რომ გაცქება უნდა და თუ არსებობს რამე პროდუქტი. იცით, თუ წონის დეფიციტი აქვს, ნამდვილად თუ გამორკვეულია და პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაშინ ვურჩევდი მაღალი კალორიულობის პროდუქტებს, ოღონდ ნატურალურ პროდუქტებს, შეიძლება იყოს 9%-იანი ხაჭო, იყოს ყველი, იყოს რასაც ვეძახით მშრალი ხილისა და ხილის კოქტეილს იყიდება კიდევაც სუპერმარკეტებში. ანუ რაოდენობით მცირეა, მარტივია. თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ მშრალი ხილი, ჭირები ანუ და თხილი ერთად ასუქებს? დიახ. უი. შემაშინეთ. მაყურებელი ყავს ეთერში. წყაროა და კალორიული. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ძესეთი გადაცემისთვის. მადლობა. მინდა გითხოთ, იცით რა, ძალიან დიდი წონა მაგალითად ჯგუფში ვარ, ზუსტად 40 წელი დრო არის. დიახ. ხო და უმთავრესად მაინტერესებს თუ შეგიძლიათ ჩემი კილოკალორია მიახლოებით მაინც ვთქვათ მინიმუმი და მაქსიმუმი და მეორე ესე იგი ვარჯიში რო დავიწყო ალბათ ეს ბაჟაც დიდი ხნით არ შეიძლება და რამდენი წუთიანი ვარჯიში შეიძლება რომ გულზე არ იმოქმედოს ჩემთვის. გასაგებია, მადლობთ ქალბატონო. კილოკალორიას არ ვიცი ამის და გაგაფრთხილოთ თუ 40 და მეტია მასის ინდექსი, მაშინ აუცილებელია უკვე ენდოკრინოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაცია, რა მდგომარეობაშია გულსის სახვთა სისტემა და საერთოდ ენდოკრინოლოგიური პრობლემა იქნება სავარაუდოდ, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეთ, უბრალოდ თქვენ რამოდენიმე დღე ყველაზე უფრო მარტივია ჩაიწეროთ ყველაფერი, რასაც ჭამთ, ისე რომ არ შეცვალოთ რაციონი. შემდეგ თქვენ თუ ვერ მოახერხებთ ექიმს დაათვლევინოთ რამდენია კალორიაჟი და თუ ეს არის დაუშვათ 2500, 500 კალორიით შეამციროთ პირველი თვე. ეს მოიტანს შედეგს. ისე რომ რაღაც სავარაუდოდ 7 დღეში დაიკლოთ 1 კილოგრამი. მაგრამ აუცილებლად აი კონსულტაცია და გამოკვლევები საჭიროა. ფიზიკური დატვირთვა მანამდე არ მიმაჩნია მიზანშეწონილი. ან თუნდაც სიარული ვთქვათ რაღაცა ესეთი. სიარული კი ყველა დავდივართ და ღმერთმა დაიფაროს ისეთ მდგომარეობაში იყო ადამიანი. ფეხით უნდა იაროს ალბათ საღამოს. კი, მაგრამ ფიზიკურ დატვირთვასაც შეეხება თავი შეიკავოს. არის თუ არა კიდევ აი თუნდაც რამე სხვა მეთოდი დიეტების გარდა რომ
წონა? რა თქმა უნდა, არის სხვა მეთოდი და ძალიან ბევრი კაკი მეთოდებია, რაც შეეხება კონსერვატორულ თუ ოპერაციებს არ შევეხებით. არის, მასაჟებით თერაპია, სწორი ფიზიკური დატვირთვა, სხვადასხვა მიმართულება, ხო, სხვადასხვა სისტემები, რომელიც ქალებისთვის ყველაზე მტკივნეულ ლოკალურ პრობლემებზეა გათვლილი, ანუ პილატესი, კალანეტიკა და ახალი მიმართულებები ძალიან ეფექტურია სწორკვებასთან ერთად. ამიტომ მე ურჩევდი ახალგაზრდა გოგონებს განსაკუთრებით, რომ რაციონის შეზღუდვას ჯობია ჯანსაღი კვება პლუს ვარჯიში, რაც მათ ყველაზე უფრო სიამოვნებს. ბოლო იცეკვონ. იცეკვონ აკვაერობიკა, თუ უყვართ ცხოველები ცხენი. ჩვენს ეს არის ხერხემლისთვისაც ძალიან კარგი. ჩვენ მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება ასეთი კითხვა მაქვს. აი რეკლამას უკეთებენ ხშირად სხვადასხვა მასაჟორებს და თუ შველის ეს აი ეს მექანიკური მასაჟორები რომ არის გახდომას. სიმსუქნეს. გასაგებია, მადლობა. შველის თუ არა მასაჟორები ხა მარტო მასაჟორმა არ ამგონია რომ მასაჟორი და საერთოდ როგორი ცხოვრების წესი არის ეს მასაჟორი. ანუ ეს ყველაფერი კომპლექსურია, სწორი კვება, ვარჯიში, მოძრაობა და პლუს მასაჟიც თუ დავუმატებთ რაჯობია ამას, მაგრამ მხოლოდ მასაჟორით ფონს ვერ გავალთ, მე ესე ვფიქრობ, დრაშიც ალბათ სპეციალისტები დამეთანხმებიან. და ქალბატონო შორინა, ჩვენ ვახსენეთ ბულიმია, ანორექსია, რა არის? ან ერთი ან მეორე ავხსნათ. ეს არის კვებითი დარღვევები და კონკრეტულად რა? საერთოდ ბულიმია სიტყვა თავისთავად რა ნიშნავს მარის მომატებას, ანორექსია უმადობას. მაგრამ რაც შეეხება ნერვულ ბულიმიას და ანორექსიას, ეს სპეციფიკური დაავადებებია, შედის ფსიქიკური დარღვევების ჯგუფში, ფსიქიკურ დაავადებებში. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზები არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური, აქ კომპლექსურია და ბოლომდე ფუნდამენტური მიზეზები არც არის ბოლომდე დადგენილი, მაგრამ მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგები გვაძლევს იმის უფლებას, რომ თქვათ, ესე იგი, ამ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანია სოციალურ-კულტურული ფაქტორების, ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა, ბიოლოგიურში გენეტიკურად დეტერმინირებული ფაქტორებიც იგულისხმება, ასევე არასპეციფიური ფსიქოლოგიური მექანიზმები იღებს მონაწილეობას მის განვითარებაში და პიროვნული მოწყვლადობა, ანუ წინასწარ განწყობას ენიჭება მნიშვნელობა. ხერა არის ნერვული ანორექსია. მოდით უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, მე მინდა დრო დაუთმოთ ჩვენს მაყურებელსაც რომ მოვასწროთ რეკლამამდე, თუმცა ჩვენ წინ მეორე ბლოკიც გვაქვს და მერე ვისაუბროთ უკვე ანორექსიაზე უფრო ვრცლად. გისმენთ პირდაპირ ეთერში. ჩაუწიეთ ტელეფონს და დასვით ტელევიზორს და დასვით შეკითხვა. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. იცით, აი ფორმულას თუ გაგვიმეორებთ. სხეულის მასის ინდექსი. დიახ, მადლობთ. ქალბატონო და კიდევ ერთხელ ავხსნათ სხეულის მასის ინდექსი. სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება შემდეგნაირად, ანუ წონა კილოგრამებში უნდა გაიყოს თქვენი სიმაღლე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატზე. აქედან რა არის ესე იგი შემდეგ 18.5-ზე ნაკლები თუ არის, ეს არის წონის დეფიციტი. თუ არის 18.5-დან 24.9-მდე ეს არის ნორმალური წონა, 25-დან 29.9-მდე ჭარბი წონა, 30-დან და ზევით სიმსუქნე. თავის ხარისხებით პირველი ხარისხი არის 34.9-ის ჩათვლით, მეორე ხარისხი 39.9-ის ჩათვლით და 40-დან უკვე მესამე. უკვე მორბიდული სიმსუქნე რაც არის. და ანორექსია. დიახ, ანორექსია ეს არის კვებითი ქცევის ისეთი დარღვევა, რომელიც ხასიათდება მიზანდასახული გეგმაზომიერი წონაში კლებით. ანუ мотиваცია აქ არის გახდომა. ერთადერთი მიზანი, ეს არის თვითმიზანი, არის გახდომა და ამ თვითონ მე მგონი ეს მოდელებს, გოგონებს ახალგაზრდებს აი პროფესია ხელს უწყობს კი და ხშირია მაგათ შემთხვევაში, მაგრამ საერთოდ ახასიათებს უფრო ასაკობრივი ფარგლები არის მოზარდობის
12-15 წლიდან ასე 25 წლამდე დაახლოებით ამ ფარგლებში. თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ასაკს, უფრო დასრულ ქალებშიც არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ უხშირესად ეს ხდება მოზარდებში და ახალგაზრდა ქალებში. და ძირითადად ქალებში 90% შემთხვევების მოდის მაინც გოგონებზე. ბიჭები უფრო ნაკლებად აწუხებთ და არც ხდებიან, მე მგონი ისე ძალიან მამაკაცები რომ. ხო, მაგრამ არის მაინც შემთხვევები, ზოგიერთ წყაროების მიხედვით 6%, 10%-ამდე შეიძლება იყოს მამაკაცებში, ძირითადად ბიჭებში, მოზარდებში. დიახ. ჩვენ მაყურებელი ყავს კვლავ ეთერში, გისმენთ. რო, გამარჯობა. გამარჯობა. მისალმებ თქვენ გადაცემას. მადლობა. ასეთი ერთი კითხვა მოხდენთ ხოლმე. რამდენიმე ათეული წლის წინათ რომელიც საკვები რომელთან არის რეკომენდებული არც ჩვენ და არც ჩვენი მით უმეტეს წინაპრები არ აქცევდნენ ყურადღებას. სწორკობას აქცევდნენ რა თქმა უნდა ბოსტნეული, სხილის დიეტებს, მაგრამ რა ხორცთან რა შეიძლება, პურთან რა შეიძლება, თესთან ნაკლები ყურადღება ექცეოდა. თუ არის ახლა დამტკიცებულად, ცალსახად დამტკიცებული რა რასთან არ შეიძლება, ყველა სპეციალისტი თუ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხზე და თუ მაინც მიიღებთ ერთმანეთში რა უარყოფით შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამას. გასაგებია, მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ დაახლოებით ამ თემაზე ისედაც ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. თქვენი მოსაზრებაც ახსენით და თუ პროდუქტი ბუნებრივია, ანუ რაღაც ბუნებაშია მოპოვებული, ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება თუ ადამიანს არ აქვს ალერგია, ან დროებით აკრძალვებში არ შედის, იმიტომ რომ რაღაც დაავადების მატარებელია. რა თქმა უნდა, თუ ეხება თუ ჭარბიწონა ან სიმსუქნე, მაშინ შეჯერება პროდუქტების ხდება ხანდახან აი ისე როგორც ვუპასუხე წინ. ანუ ხორცი და კარტოფილი. ხორცი, კარტოფილი, ანუ ის სახამებლით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ბოსტნეულს მიეკუთვნება ძირითადად, არ არის მიზანშეწონილი ამ დროს ხორცთან, თევზთან, თუმცა რომ მithwas ბატონმა არაფერი არ მოხდება ამით, უბრალოდ წონის პრობლემები თუ აქვს, გაუღმავდება ეს პრობლემები, ან კუჭნაწლავის პრობლემა თუ აქვს, შეიძლება უფრო გაუთულდეს და პროვოცირება მოხდეს. არაფერი ისეთი სერიოზული. და ისიც უნდა აღვნიშნოთ იგივე ამ ბატონისთვის ალბათ ცოტა მოგვიანებით ჩაერთო, რაც თქვით რომ ჩვენს წინაპრებს მეც სულ მაგას ვაპროტესტებდი, რატომ იმათ არ ქონათ ეს პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთას მიირთმევდნენ, საკვებსაც, სასმელსაც, ბევრად უფრო მეც მოძრაობდნენ, ეკოლოგიაც ბევრად უფრო სუფთა იყო და არც ამდენი სტრესი და ნერვიულობა ჰქონდათ, რაც ჩვენ გვაქვს. ალბათ. თუმცა მანამდე მათაც იცოდნენ, რომ თქვათ იგივე ხორცთან წითელი ღვინო არის მიზანშეწონილი, თევზთან თეთრი და ასე შემდეგ. რაღაცა დიეტის სწორკვებას ისინიც იცავდნენ, მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მაშინ იყო ემპირიული ცოდნა, ახლა არის უბრალოდ მეცნიერულად დასაბუთებული. მაგრამ საერთოდ ჩვენი ნაციონალური მოდელი, ანუ სამზარეულო არის ძალიან კარგი. ძალიან ჯანსაღი. აი მაგ ნაციონალურ სამზარეულოზე ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით, ქალბატონებო, მანამდე ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. გადაცემა ექიმის საათი დაგიბრუნდათ პირდაპირ ეთერში, ჩვენ საუბრობთ ჯანსაღ სწორ კვებაზე, ჩვენ სტუმრებთან ერთად ექიმი დიეტოლოგი ნატა გაგოა და ფსიქიატრი შორენა ბექაური. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და დააფიქსირეთ თქვენი აზრი ინტერაქტივზე. თქვენი აზრით სწორად იკვებებით თუ არა, თუ ფიქრობთ რომ სწორად იკვებებით აკრიფეთ 253 43 01 თუ არა აქცეთ ამას ყურადღებას 253 43 02 საინტერესო იქნება ეხლა ვნახოთ ჩვენი მონაცემები და 64% ცდილობს რომ სწორად იკვებოს. თუმცა ეს სწორად კვება რამდენად ესმით რომ როგორი უნდა იყოს ამაზე ალბათ კიდევ ჩვენ გადაცემის სრულობის დროს მივაწვით ინფორმაციას. სანამ დავიწყებთ საუბარს, მე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო ჯაჯანიძემ მოგვიმზადა, ერთად ვნახოთ. ბულემიით წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი, ეს დაავადება კი არა ნამდვილი ჯადოა. დღეში 5-6 ჯერ ივსებ კუჭს და ეს წამიერ სიამოვნებას განიჭებს. ამ დროს წარმოსახვითი წყვილი ხელი გამოგდის სხეულიდან და გეხმარება, აი თვისორად შეიძლება მეტი საკვები. ცოტა ხანი გადის და კუჭი გაწუხებს, იწყება პირღებინება და ასე უსასრულოდ.
ეს აღსარება პრინცესა დაიანას ეკუთვნის. ლედი, რომელიც მსოფლიოს უყვარდა, ნერვული ანორექსიით იტანჯებოდა. თუმცა მხოლოდ დაიანა არ ყოფილა ამ დაავადების მსხვერპლი. ნერვული ანორექსიის შემთხვევაში უფრო პერფექციონისტები არიან, ხასიათობრივად ადამიანები, უფრო მკაცრად ისავენ წესებს, უფრო დეტალებისადმი არიან, ძალიან მიჯაჭვულნი. ბულიმიკები, ასევე ზახით ხოლმე, უფრო მეტად ესეთი შფოთვითი აშლობების მქონე ადამიანები და უფრო იმპულსის კონტროლის პრობლემის მქონე ადამიანები არიან. ისინი უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ, წესების მიმდევრები არიან, უფრო მეტად ესეთი ჭარბიკვებისა და ღებინების, ასე ვთქვათ, საკმაოდ ესეთი ეპიზოდები ახასიათებთ. ნუ ეხლა მეტნაკლებად ცნობილია ამ დაავადების კლინიკა და რაში მდგომარეობს ბულიმიკების განსაკუთრებით და ძალიან სახელოვანი ადამიანები ვთქვათ, იგივე დაიანა, როგორც ცნობილია პრინცესა დაიანა და არაერთი მინდა გითხრა არის ამ დიაგნოზის მქონენი. ვარსკვლავები ვიქტორია ბექემი, ჯერი ჰოლიველი, კეით უინსლეტი, ელტონ ჯონი დღეს ანორექსიას ებრძვიან. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც დაავადება მკაცრი განაჩენი გამოუტანა. ერთ-ერთი უნგრელი მოდელი პირდაპირ Fashion Week-ის მსვლელობისას პოდიუმზე გარდაიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამედროვე სილამაზის სტანდარტები, ასე ვთქვათ, რომელიც დღესდღეობით მოგვეწოდება ყველა საინფორმაციო წყაროდან, ხო? ამან ძალიან ხელი შეუწყო აი ამ კვებითი აშლობების განვითარებას. თუნდაც ის, რომ ვთქვათ, ნებისმიერ, ვთქვათ, პოპულარული ჟურნალის გარეკანზე ძირითადად ძალიან დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე, ვთქვათ, ვარსკვლავები ჩანან, ან ეკრანზე ჩანა ყოველთვის უფრო გაცილებით ნაკლები წონის ადამიანები, ვიდრე ვთქვათ, ნორმალური კვების, ნორმალური, ვთქვათ, ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების მქონე ადამიანი შეიძლება ქონდეს. ეს არის, ასე ვთქვათ, ბიზგის მიმცემი გამშვები მექანიზმი. სახე, რომელიც ეკრანზე ყოველდღე ჩანს. ნინო მუმლაძემ ერთ დღეს გადაწყვიტა ჭარბწონასთან შედეგიანად ებრძოლა. ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ეკრანი 1.5-6 კილოს კიდევ ამატებს და რეალურად ყველანი უფრო გამხვდრები ვართ, ვიდრე ეკრანზე ვჩანვართ. რა თქმა უნდა, ამან განაპირობა ის, რომ გამიჩნდა სურვილი დამეკლო წონაში, მართლა ძალიან დიდ წონას ვიყავი მიღწეული, ჩემს აღანაგობასთან შედარებით, არასოდეს ამხელა წონა არ ყოფილა და გადავწყვიტე მიმართო პროფესიონალს და სწორედ პროფესიონალის დახმარებით დავიკლო წონაში, იმიტომ რომ თვითნებური დიეტები ძალიან ხშირად გამიკეთებია და მხოლოდ სულ შედეგს ვიღებდი. ანუ თვითნებური დიეტის მერე ადამიანი ორი იმდენს იმატებს, რასაც მანამდე ცდილობს რომ დაიკლოს. და სწორედ აი ესეთი ენდოკრინოლოგის დახმარებით დავიკელი მე ამჟამად მაქვს 17 კილო დაკლებული, თუმცა ეს არ არის ჩემი ბოლოს შედეგი, ვაპირებ რომ კიდე გავაგრძელო და კიდევ რამდენიმე კილოგრამი მოვიკლო და საბოლოოდ მივიდე იმ წონამდე, რომელიც ჩემთვის სასურველია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია თავის შეკავება, მაშინ როდესაც ყოველდღე გემრიელ საჭმელს ამზადებ და იცი რომ ეს შენთვის არ შეიძლება. თუმცა ალბათ ყველა პროფესიონალი დამეთანხმება, რომ თუ ადამიანს ძალიან რაღაცა უნდა, გამონაკლისების სახით რაღაცის მიღება მაინც შეიძლება. ეს იქნება კვირაში ერთხელ ვთქვათ, ერთი ულუფა თუ ერთი კოვზი დღეში ერთხელ ის დასაშვებია, უბრალოდ იმისთვის რომ არ გახდეთ შენთვის მოსაბეზრებელი ის ყოველდღიური რაციონი, რომელიც გამოწერილი გაქვს. ასე რომ პატარა გამონაკლისებს ხანდახან უშვებ. არასწორ დიეტას მანდილოსნების გარდა ხშირად მამაკაცებიც მიმართავენ, თუმცა უშედეგო მცდელობის გამო საბოლოოდ ხელმოწარულები სპეციალისტებს აკითხავენ. ყოველთვის მაწუხებდა და ჭარბი წონა, რაღაც არაკომფორტულად გრძნობდი თავს, საერთოდ ფიზიკურად, ასევე დისკომფორტს მიქმნიდა დიდი ზომის ტანსაცმლის ჩაცმა. ნუ დავიწყე რამდენჯერმე თვითნებური დიეტის გაკეთება და მივხვდი, რომ ჩემ ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახა. ამის შემდეგ მივმართე პროფესიონალებს. შემუშავდა ჩემი ჯანმრთელობის მხრივ ალბათ ნორმალური დიეტა და უკვე ვხედავ ამის შედეგს. რამდენიმე თვეში საგრძნობლად დავიკელი და საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს. როგორც წესი ადვილად იწყება ხოლმე სისუსტე და სხვა ჩივილები, განსაკუთრებით კუჭნაწლავის მხრივ, როგორც წესი ვერ უძლებენ და ადვილად ვანებებენ თავს. უფრო მეტად ასეთ შემთხვევაში სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, გადადიან შიმშილზე, ბუნებრივია ეს არ იძლევა შედეგს. თუ კი ადამიანს გაუმართლა და თვითნებური დიეტით დაიკლო, მეტნაკლებად ყურადღებიანი თუ ადამიანი და დაიკლო წონაში, ეს სამწუხაროდ არ ნარჩუნდება ხოლმე ეს ეფექტი დიდხანს, ან აუცილებლად რაღაცა გარკვეული ცვლილებები ჯანმრთელობის თვალსაზრისით იწყება ხოლმე იგივე თმისთვენა, იგივე ჭხილების ან კბილების მდგომარეობის გაუარესება, ან და იმუნიტეტის დაქვეითება. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ეტაპზე ჩართული სპეციალისტი.
ის რაც გემრიელია, უფრო მეტი შეჭმის საფუძველს იძლევა. ამიტომ წონაში მატებაც უფრო სწრაფად ხდება. თუმცა დიეტოლოგები ამბობენ, რომ კვების დროს ოქროს შუალედის დაცვის შემთხვევაში არც ჭარბი წონა და არც გადამეტებული სიგამხდრე შეგაწუხებთ. ჩვენი ტელეწამყვანი ნახეთ ესე თვალსა და ხელშუა შემოგვადნა ნინო, მაგრამ რასთავარია ნებისყოფა, ძალიან სერიოზული ნებისყოფა უნდა ყველაფერს ამას მიუხედავად იმისა, როგორც თვითონ აღნიშნა, რაღაც გამონაკლისებს სპეციალისტის თანხმობით მაინც უშვებდა. რამდენად არის ნებისყოფა დაკავშირებული ქალბატონშორიდან, ან როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა ამაზე, რომ ნებისყოფა გამოემუშაოს და ესეთი იყოს უფრო ეს შედეგიანი იყოს ამდენი წვალება და უარის თქვა გემრიელ საკვებს? ხო, ეს ადვილი არ არის. ამაში ეხმარება ფსიქოთერაპია ალბათ. თუმცა ზოგიერთ ადამიანს აქვს რესურსი შინაგანი, სხვის დახმარების გარეშე აქვს ნებისყოფა, მაგრამ როცა ჭარბწონასთან გვაქვს საქმე, ალბათ ნებისყოფის სისუსტე მაინც არის, თორე რომ გქონოდა, იქამდე არ მივიდოდა, როცა კვებით არის გამწვეული ჭარბი წონა. ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპია ეხმარება სწორედაც ამაზე ორიენტირებული, რომ თვით კონტროლის გამომუშავება და გაძლიერება კვებასთან დაკავშირებით. გასაგებია მაყურებელი გყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ. გამარჯობა ხათუნა, მოგესალმებით. გამარჯობა. გამოიყურებით მშვენივრად. მადლობთ. ალბათ სწორად იკვებებით თქვენ. ვცდილობ. ესე ასეთი კითხვა მაქვს ექიმებთან. დიახ. ძალიან მიყვარს ბავშვობიდან მზესუმზირა. დიახ. და მაინტერესებს, გამიგია რომ საზარგებლოა კუჭისთვის და წონაში მატებს თუ არა. მადლობთ, საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ მზესუმზირაზე მართლა არის ესეთი მითები, არ ვიცი, ზოგი ამბობს პირიქით ესეთი მოიკალი კუჭის შიმშილი მზესუმზირით, ზოგი ამბობს რომ პირიქით ჭარბწონას უწყობს ხელს. ნუ შევახსენებ კალორიას, რომ 100 გრამი დარჩეული მზესუმზირა 700 კილოკალორიამდეა. ой, საკმაოდ კალორიული ყოფილი. დიახ, და თუ ნაღლის ბუშტი ჯანმრთელი აქვს ადამიანს და არ აქვს ალერგია საერთოდ თხიულზე და მზესუმზირაზე, მაშინ ზომიერად ის ყვავილობის პროფილაქტიკად ითვლება, მაგრამ სერიოზულად კალორიული, მაღალკალორიული პროდუქტი, ამიტომ აი ეს ყოველ საღამოს ჩვენი ახალგაზრდობა მზესუმზირით რო ირთობს თავს, ანუ ზომიერების გზობა თუ არ უღალატებთ, შეიძლება გააჩნია რამდენით გაირთობს თავს. ქალბატონშორიდან მე მინდა ისევე გართულებებზე, ანუ ანორექსია, ბულიმია თუ შეიძლება მოკლედ, აი ეს დამახასიათებელი ნიშნები, იმიტომ რომ აი იგივე ოჯახში პრინცესა დიანასთან მაგალითად ერთი და როგორც გავიგე ყოფილა ბულიმიით შეყრობილი, მეორე ანორექსიით, ხო? აი რა და თავისებურებები ახასიათებთ? და რა გართულებები მოსდეს შემდეგ. აი ესე როგორც აღნიშნეთ, დამახასიათებელია გამიზნულად გეგმაზომიერად წონაში მკვეთრი კლება. იმდენად მკვეთრი, რომ ესე იგი მისი 15%-ით უფრო ნაკლები ხდება, მინიმუმ 15%-ით ნაკლებია ანორექსიით დაავადებული წონა მის ნორმალურ წონასთან, ნორმის ქვედა ზღვართან შედარებით. და მის სხეულის მასის ინდექსი 17.5, ან უფრო ნაკლებია ამ დროს. და ამ წონაში დაკლებას პაციენტი აღწევს ისეთ უკიდურესი ზომებით, რაც შემდეგ შესავალო შედეგებამდეც მიგვიყვანს ზოგჯერ. ეს არის ჯერთი კვების უკიდურესი შეზღუდვა, ანუ თუ რასაც ის დაარქმევს კალორიულს, რომელიც ვითომ და ასუქებს, ზოგიერთი მართლაც ასუქებს, მაგრამ იმდენად ზღუდავს საკვებს, რომ აი ზოგჯერ შიმშილობს, ან უკიდურესად შეზღუდვა. გარდა საკვების შეზღუდვისა, მიმართავს უკიდურეს ზომებს, ღებინების სახით, ხმარობს საფაღარათო საშუალებებს, ზოგჯერ შარდმდენებს იყენებენ, რომ ვითომ ზედმეტი საკვები, რაც მიიღო ორგანიზმმა, მაქსიმალურად გამოვიდეს ისევ. და ამის რა გართულებები შეიძლება მოყოს? გარდა ზოგადი გამოფიტვა ორგანიზმის ელექტროლიტული ბალანსის დარღვევა. ენდოკრინული დარღვევები, თუმცა ენდოკრინული დარღვევები რაც ისედაც დამახასიათებელია და ერთ-ერთი ტიპიურია ანორექსიის დროს, ეს სხვადასხვა სადავოა, არის მთლიანად განპირობებული ამ კვების შეზღუდვით და ამ ასასტი ღონისძიებებით, თუ აქ არის კიდევ სხვა დაუდგენელი მიზეზები. და როგორც გავიგე, არის ესეთი ხასიათის განსაზღვრაც კი შეიძლება ადამიანის ბულიმიკი, როგორც სპეციალისტები ეძახით, უფრო თითქოს იმპულსურია და ანორექსიით დაავადებული შედარებით უფრო ესეთი მელანქოლიკი რაღაცა, როგორც სიუჟეტიდან ჩანდა თქვენმა თან კოლეგამ ესეთი თქმა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ანორექსიის გარკვეულ ეტაპზე და ეს ხშირ შემთხვევებშია უკვე ერთვება ბულიმიური შეტევები. ანუ თითქოს ერთი დაავადებაა.
უბრალოდ ვარქმევთ ანორექსიას, როცა მეტად ძირითადად ანორექსიის ფორმით მიმდინარეობს დაავადება. ბულიმიას ვარქმევთ, როცა წამყვანია ბულიმიური შეტევები, მაგრამ არის შერეული ვარიანტი, როდესაც ერთმანეთს ენაცვლება შიმშილობის ეპიზოდები და ეს კომპულსიური ბულიმიური, ანუ გადაჭარბებული მოთხოვნილება რომ გინდათ ვარა ბევრი მიიღოს მოთხოვნილება, ეს დაუცლებელი მოთხოვნილებაა საკვების მიმართ, რომელსაც ვერანაირად ვერ ეწინებოდა. ადამიანი მოკლედ ვერ აკონტროლებს, ძალიან ბევრს ჭამს, მოკლედ დროში ძალიან დიდი რაოდენობით საკვებს იღებს. გასაგებია, ჩვენ მაყურებელი ყავს, გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. ძალიან ხშირად გამიგია სოფი ლორენიო მაკარონის ჭამს ძალიან ბევრს და თვითონ კი მიკვირს, იმიტომ რომ მე მგონი კალორიული იქნება და ესე იგი მაინტერესებს მაკარონის და პურის კალორია 100 გრამის და ესე იგი მაკარონის 100 გრამი მოხარშულად ითვლება თუ თვითონ საწყისის ფორმა. და კიდევ ისეთ რამ მაინტერესებს, რომ აი როცა რამეზე ღიზიანდები, პირდაპირ აი ისეთ რაღაცებსაც შევჭამ ხოლმე, რომ საერთოდ არასოდეს არ მიყვარდა. ესეც ბულიმია ხო არ არის? დიდი მადლობა, ეს უფრო ალბათ ნერვული რაღაცა სტრესიდან გამოწვეული, ეს ბულიმია არ ამგონია რომ იყოს და ეგ გემუქრებოდეთ, მაგრამ მაკარონს რაც შეეხება. მაკარონი არის სხვადასხვანაირად დამზადება, ანუ ტექნოლოგიაზეა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახლა სოფი ლორენი ვიცით, რომ იტალიელია, ამიტომ იტალიაში ძალიან ჯანსაღია ამ მაკარონის მომზადების თვითონ უშუალოდ ტექნოლოგია ძალიან მაღალ დონეზე. ყვანილი, ამიტომ ასეთ მაკარონს გლიკემიური ინდექსი აქვს დაბალი. ამიტომ ეს რომ მირთვას ადამიანმა. და თან რამდენადაც მე ვიცი და წაკითხული მაქვს მის ერთ-ერთ ინტერვიუში, სოფი ლორენმა განაცხადა, რომ იმდენად უჭირდათ მის ოჯახს და მის ბავშვობაში, სხვა საჭმელი არაფერი არ ქონდა და მხოლოდ მაკარონს მიირთმევდა და ამიტომ იყო გამხდარი და აუცილებლად აქვე მინდა აღნიშნო, სოფი ლორენი ძალიან ბევრ ქალბატონს მოყავს და სამართლიანად სილამაზის ეტალონად, ხო? მისი ერთ-ერთი ესეთი ფორმულა იყო ასევე ფორმის და წონის, რომ ერთი ზომით პატარა კაბას ყიდულობდა, რომ ყოველთვის ყოფილიყო ესეთი გამართული წელში და მუცელი პრესი ქონოდა დამუშავებული და ნახევარი ზომით ცოტა დიდ ფეხსაცმელს, რომ სიარულის მანერა ყოველას გვახსოვს სოფი ლორენის, რომ ისეთი გამართული და ლამაზი მანერა ქონდა, ასე რომ მხოლოდ მაკარონი არ უშველის მე მგონია. კიდევ ვისაუბროთ აუცილებლად მაკარონს შევეხეთ და ქართულ სამზარეულოს. ვერაუბრით გვერდს და არც უნდა ავუაროთ გვერდს. ძალიან გემრიელი ჩვენი სამზარეულო. ძალიან გემრიელი და ძალიან ჯანსაღი, აი ის რაც წინაპრებმა დაგვიტოვა. იმიტომ რომ ეს ნაციონალურ მოდელში რაც შეეხება ხორცის მომზადების ტექნოლოგია როგორი იყო. ჩააბასტურმებდნენ, ანუ წინ და წინ იყო რაღაც უფრო მეტად ეს ღვინის წვარში, როცა უკვე ცხიმები უფრო ისეთ დონეზე გადადიოდა, მარტივად იწოვდა ორგანიზმი და მერე როცა შეწვალდნენ ცეცხლზე, ანუ უცხიმოდ, ესეთ ჯამთელობით. ანუ არა ტაფაში და ცხიმში, არამედ ცეცხლზე. და შემდეგ ხახვის მოყრა, ეს იყო პროფილაქტიკა, იმიტომ მაშინ არ იყო მაცივრები და შენახვის წესები უფრო თულად მოსახერხებელი იყო და ეს კარგად ხელს უწყობდა მონელების პროცესს. თან ქართულ ღვინოსთან ერთად როგორც მოიხსენებათ, ესეც ძალიან თუ ეს იყო ნორმის ფარგლებში, რამდენად სასიამოვნო. აგრეთვე ბერთველა აუვლით ჩვენ ნიგზიანი კერძები, რომელიც ქართულ სამზარეულოში არის. თუმცა თქვით რომ საკმაოდ კალორიულია. კალორიული არის, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როდესაც ის არის მომზადებული და სწრაფად მივირთმევთ და არ არის რამოდენიმე დღე მაცივარში შენახული. და ამავე დროს კაკლის ზეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის, მდიდარი მიკროელემენტებით და სასარგებლოა ზოგადად ჯანმრთელობისთვის. ნუ რასაც ვეძახით ფხავს. ჩვენი წინაპრები არ წურავდნენ ისე, როგორც ჩვენ ახლა გვინდა რომ გავწუროთ ეს მომზადებული ბოსტნეული, ამიტომ ინარჩუნებდნენ იმ მიკროელემენტებს, რომელიც სითხეში იყო. გავიხსენოთ ძველი რეცეპტები და მომამზადოთ საკვები ისე. და ეს იქნება სწორი კვება, იგივე ჩვენ სხეულის ფორმებსაც ხელს შეუწყობს, თუმცა ეს სხეულის ფორმებზე როცა ვლაპარაკობთ, რატომღაც აი სიმსუქნე და ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ქალის ესეთი ყველაზე დამახასიათებელი და ძალიან ლამაზი დეტალი წვრილი წელი. იმის გარდა რომ აღნიშნა რომ ტანსაცმელი ისედაც მოითხოვდა თქვათ წინა საუკუნეებში, ამას მაინც აი ეს წელის მომენტი რატომღაც გარშემოწერილობას იმდენად დიდ ყურადღებას თითქოს არ ვაქცევთ, თუმცა ერთ-ერთი მაჩვენებელი
სილამაზის არის წელის გარშემოწევა. არა მხოლოდ სილამაზის, ჯანმრთელობისთვისაც, ხო? ჯანმრთელობისთვისაც უმნიშვნელოვანესია. სხეულის მასის ინდექსი უკვე კარგად ერკვევა ყველა თითქმის ყველა მზეპირად იცის, მაგრამ გვავიწყდება, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წელის გარშემოწერილობა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ინდექსი 25, მაგრამ გარშემოწერილობა ქალს ჰქონდეს 88 სანტიმეტრზე მეტი, რაც უკვე არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, მამაკაც 102 სანტიმეტრზე მეტი. ანუ ეს ისეთი მაჩვენებელია ზღვარი ზედაზღვარი ქალბატონთა 88 ქალების შემთხვევაში, 102 მამაკაცების შემთხვევაში. ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში 80 არის ზედაზღვარი. ანუ თუ ქალი ახალგაზრდაა, ჯერ კიდე არის მშობი არა, 80 არის ზედაზღვარი. შემდეგ მოდის 88, ეს უკვე ქალბატონებს ეხება უფრო ასაკოვანს და 102 მამაკაცებში. ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ჩალაგებულია მუცლის წინა კედელში და აუცილებლად ეს არის ვისცერალური, ანუ ორგანოებიც გახვეულია ცხიმოვან ქსოვილში. ეს არის ყველაზე უფრო აქტიური მეტაბოლურად აქტიური ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ენდოკრინოლოგიურ ორგანოთაც კი ითვლება. აი სწორედ ის გვიქმნის ჩვენ სერიოზულ პრობლემებს. და ეს რატო არის ისეთი მსხლის ფორმა, ვაშლის ფორმა, ხო? თითქოს მსხლის ფორმა, როდესაც აქვს ტანს, ეს უკვე ქალების უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ ჩვენ საუკუნეში ქალებსაც აქვთ ეს პრობლემა. ვაშლის ფორმის გარშემოწერილობა. ვაშლის ფორმის, ანუ ცენტრალური, ანუ ვისცერალური, რასაც ვეძახით, აი ეს ცხიმოვანი ქსოვილი ქმნის პრობლემებს და ეს შეიძლება გამოიწვიოს ჯერ ინსულინ რეზისტენტობა და შემდეგ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ხშირია სამწუხაროდ. მოკლედ, მივედით დაავადებამდე, აუცილებლად შაქრი 2 ტიპი 2-ის შაქარი ტიპი 2-ის შემთხვევაში, დიაბეტის შემთხვევაში რა უნდა და როგორ უნდა დაიცვას მკვლება, როგორ უნდა მოიქცეს, ამაზე ცოტა უფრო ფართოდ დავცლათ და მანამდე აუცილებლად გართულებები, აი ბულიმია, ანორექსიას როცა ვეხებით და მკურნალობა. ვინ უნდა უკურნალოს ჯერ აქედან რომ დავიწყოთ, თუმცა ქალბატონ შორენა მანამდე მაყურებელი შემოუშვათ პირდაპირ ეთერში გისმენთ. ალო, სამწუხაროდ მე მგონი ვეღარ მოხდა კავშირი. ვინ უნდა უკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური აუცილებლად, მით უმეტეს თუ ეს გართულებები ფიზიკური არის შორს წასული და მძიმე. ну განსაკუთრებით ეს კახექსიის დროს, რაც ნერვულ ანორექსიას ახასიათებს კახექსია, ამ დროს არის ზოგჯერ ძალიან მძიმე, იმდენად მძიმე, რომ მკურნალობა ხდება ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში ეს ჩვენ ქვეყანაში. თორე სხვა ქვეყნებში არის სპეციალური ცენტრები კვებითი აშლილობების სამკურნალოდ, სადაც მიდის ასეთი კომპლექსური მკურნალობა. და ну თუ ამ უკიდურეს შემთხვევამდე არ არის მისული, ისე ზოგადადაც კომპლექსური უნდა იყოს მკურნალობა, რასაკვირველია, ეს ვინაიდან მაინც ფსიქიკური დაავადება, რადგან არის აქ ქცევის დარღვევა და არის ეს კომპულსიური, აკლიატებული დამოკიდებულება საკვების მიმართ, რა თქმა უნდა, ფსიქიატრი უნდა იყოს ჩარეული მკურნალობაში. ფსიქიატრიული მკურნალობა ორგვარი სახისა არის ფსიქოთერაპიული, და მედიკამენტური. ფსიქოთერაპიაში უფრო ეფექტურია ქცევითი თერაპია, გამოიყენება ოჯახური თერაპია, ჯგუფური თერაპია, ინტერპერსონალური თერაპია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, ახლა ოჯახის წევრი, რომელიც არის დაავადებული ამა თუ იმ და თუნდაც დაავადებასაც რომ თავი დავარქვათ და გრძნობს დისკომფორტს და მოზარდი არის სულ იმის, აი ეს ვჭამო, ის არ ვჭამო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ოჯახის წევრების გარშემო მათ საქციელს, როგორ უწყობენ ხელს და ასე შემდეგ. მაყურებელი გვყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ? გისმენთ? ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ქალბატონო, იცით რა არის, მაქვს დაწყებული კლიმაქსი. დიახ. ვარ 50 წლის. დიახ. და მოვიმატე ძალია. 75-ზე ნავეთი 95-ზე. და სწორი კვებით ახლა იცით რა არის, დამემატა შაქარი ნერვულობის ნიადაგზე. დიახ. და კვება, ესე იგი დღეს ამბიცი უნდა ვიკვებო, რომ აი სწორად ვიკვებო და ძალიან ესეთი დავიკლო. გასაგებია, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ეს სწორედ ჩემი შეკითხვის დადასტურება და გაგრძელება, რომ გვაინტერესებს შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის დროს, შეძენილი დიაბეტი ქალბატონს აქვს, თუმცა არ ვიცით რამდენად დადასტურებულია, მე მგონი ვარაუდის დონეზე. როგორ უნდა იკვებოს, რა უნდა მიიღოს საკვები, ან რამდენჯერ, რას ურჩევთ ქალბატონად? ოქროს წესები შეიძლება დაიცვას ექიმის გარეშეც, ესე იგი ეს არის აუცილებლად 3 ძირითადი კვება,
საუზმე, სადილე ვახშამი, ორი წახემცება, ანუ სადილამდე უნდა მიიღოს მეორე საუზმე და სადილსა და ვახშამ შორის უნდა იყოს კიდე ერთი მოკლე ჩართვა. ხილი უმჯობესია, როცა უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ია იყოს დღის პირველ ნახევარში და დაბალი გლიკემიური ინდექსით, ანუ ნაკლებ ტკბილი, მაგრამ რაც შეეხება ეს ძალიან ზოგადი რჩევებია, აუცილებლად უნდა მიმართოს ეგ სპეციალისტს, გამოირკვიოს, იმიტომ რომ მატება სერიოზულია მოკლე დროში. მთელი 20 კილოგრამი აქვს მომატებული. ამიტომ უნდა დაიგეგმოს, მხოლოდ დიეტოთერაპიით მოხდება ეს თუ პარალელურად რაღაც და აუცილებლად ენდოკრინოლოგთან ერთად მით უმეტეს ესეთი მონოპაუზური პერიოდია გინეკოლოგია. გასაგებია და აუცილებლად უნდა შევეხოთ მეტაბოლურ სინდრომს, მოკლედ თუ შეიძლება. აი მეტაბოლური სინდრომი არის ძალიან ფართო მცნება, რომელიც რამოდენიმე სერიოზულ დაავადებას აერთიანებს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ეს არის ან ინსულინ რეზისტენტობა, ერთ-ერთი წამყვანი, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ანუ ცხიმოვანი ღვიძლი, როგორც ვეძახით. ხალხში ღვიძლის გაცხიმოვნებას, ესეც. დიახ, მაღალი წნევები, ანუ უკვე ჰიპერთენზია, პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქალი, პურინების მოშლა. სამწუხაროდ გახშირდა ახლა ამ დაავადებებში ქალებში კიდე პოლიკისტოზური საკვერცხეები და ხშირია ანთებითი პროცესები, ოღონდ არა ინფექციური ხასიათის, როცა C-რეაქტიული ცილაა მომატებული სისხლში და აქ უკვე კომპლექსური მიდგომაა საჭირო, მაგრამ უმთავრესი მაინც გამოკვლევებით ტარდება, რომ პირველი უნდა იყოს სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა და შემდეგ კომპლექსური, ანუ რა გართულებები აქვს უფრო სერიოზული, თუ ეს არის იშემიური დაავადება გულის და კარდიოლოგი იქნება წამყვანი სპეციალისტი და თუ ენდოკრინოლოგიურია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მაშინ ენდოკრინოლოგია წამყვანი. გასაგებია, გისმენთ პირდაპირ ეთერში მაყურებელი ყავს? პირდაპირ ეთერში ხართ? რამდენად შესაძლებელია განისახებია დიეტის დროს მზესუმზირის მიღება და რა რაოდენობით და მეორე აგრეთვე დამხმარე პრეპარატების მიღება დიეტის დროს. დამხმარე პრეპარატებში რას გულისხმობთ, ქალბატონო? საკვების დანამატებს. რომელიც იყიდება ფიარქებში, თუ შეიძლება დავასახელო. საკვებ დანამატებს საუბრობ. და რაღაცა ესეთი. გასაგებია. მადლობთ. მზესუმზირა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. მზესუმზირა არის კალორიული, საკმაოდ კალორიული პროდუქტი და ამიტომ კალორიაში გაუცდის უბრალოდ ქალბატონს. ანუ თუ აქვს დაუშვათ რაღაც კალორიებით გათვლილი დიეტა, ეს კალორიები გაიზრდება. საშიში არ არის თუ ალერგიული არ არის ადამიანი. რაც შეეხება მეორე კითხვას, საერთოდ მე ვურჩევდი ყველას, რომ თავისით არ მიიღოს არც ერთი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, უკვე პრეპარატებზე აღარ ვსაუბრობ, კონსულტაცია გაიაროს თუნდაც თერაპევტთან ან ოჯახის ეკიპთან. გასაგებია, იმიტომ რომ მანამდე ელემენტარული გამოკვლევა მაინც უნდა იყოს, იქნება რამე სხვა ორგანოს ავნოს. ჩვენ შევაფასოთ გადაცემის ბოლოსკენ მივდივართ უკვე და შევაფასოთ ჩვენი ინტერაქტივი 70 თითქმის 5% ესე რომ ვთქვათ, აღიარებს რომ სწორად ვიკვებებითო, დანარჩენი 35 არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. რა კომენტარს გააკეთებთ? კომენტარს გააკეთებთ იმას, რომ ვსურვებდი ყველას, რომ ეს ტენდენცია შეინიშნება სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებში უკვე ბევრი ამ თემაზე საუბარი, ჯანსაღი ბევრია უკვე კარგად აცნობიერებს რა არის სწორი კვება, ანუ იციან ძირითადი პრინციპები და ვსურვებდი რომ მოსახლეობის კიდევ ის 35-იც გაიზარდოს და ამ პროცესში და ყველამ სწორად ვიკვებოს და ვიყოს ჯანმრთელები. თქვენ ფსიქიატრის აზრი ამ შემთხვევაშიც დააფიქსირეთ მოკლედ თუ შეიძლება? ძალიან კარგია თუ 65% სწორად იკვებება, რა შეეხება 35%-ს, ვინც არ აქცევს ყურადღებას, იქაც შეიძლება არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ იკებება სწორად. იმიტომ რომ არ ჭირდება შეიძლება და ამიტომ რამდენი პროცენტია რომელიც არასწორად იკვებება, ეს კიდევ დასადგენია. კარგით, ეს სხვა დროს დავადგინოთ, სხვა გადაცემის დროს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ექიმი დიეტოლოგი ნატა გაგუა და ფსიქიატრი შორენა ბექაური. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულდა. გემშვიდობებით, ხვალამდე, ხვალ დილით 11 საათზე და 30 წუთზე კვლავ დავიწყებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახვამდის.